გამარჯობა, ეს არის ქორსაუბრების მერვე ეპიზოდი და დღეს უნდა თქოს მარიამი, დუელოფის თანადამფუძნებელი, Cali Forbes Under 30. მარიამ, როგორ ხარ? კარგად, როგორ ხარ? ძალიან მიხარია, რომ ვაწყდეს. ცოტა დაგვიგვიანდა მერვე ეპიზოდის ჩაწერა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ბევრი რაღაც მოხდა და თან ვინც YouTube-ზე გვიყურებს, მინდა ვთქვა, რომ დაგოფოლოვეთ Instagram-ზე, იმიტომ რომ ძირითადი კონტენტი მაინც იქ გვაქვს. და ასევე YouTube-ზე არ გვაქვს ხოლმე ინფორმაციები ივენთების შესახებ, რასაც ვატარებთ და რო არ გამოგრჩეთ მოკლედ და ერთ-ერთი ივენთი რაც გავაკეთეთ, ცოტა არაორდინალური, იყო ბატუტზე ხტავმა, რომლის მონაწილეც მარიამიც იყო და მარიამმა როგორი იყო? ანუ ფსიქოლოგთან დავდივარ და ვუყვებოდი ეგრევე თქვენი ბატუტის სესიის მერე, რომ მეთქი ძალიან იშვიათად არის და სულ ვეძებ ეგეთ აქტივობებს, როცა ტვინს ვთიშავ რა, იმიტომ რომ სულ რაღაცა ლაპარაკობს და მეთქი რენატა ბატუტზე ხტომა ყოფილა ultimate აქტივობა, როცა უბრალოდ ვარ. ხო, ამიტომ გარდა იმისა, რომ სპორტულად ძალიან კაია ის არის რაღაც, ანუ ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანების, რომლებიც ანუ აი ამ იმაში არიან, აი ბატუტზე ხტომა იყო, რომ უცბად ბუმბულივით შევსუკდი და ძალიან კაი იყო. მე მახსოვს, მე მივედი 9 საათით ადრე, რომ რაღაცები გამეტესტა და ანუ რო ვცადე, ვიწერებოდი ჩატში, რომ ხალხო დროზე მოდით, იმიტომ რომ აი ძალიან კაი. ეს არის რაც არის. კი. სწორედ ზამბუნებლად გამოგდიოდა. ანუ იქ ხო, რა ვიცი, ყავის ხო რაღაც. ხტომა ბატუტზე. გავარჯიშებდა ამ გადატრიალ რაღაცა, ძალიან ბუნებრივი, იყავი რა ვიცი, გამოსვლება აქ ქონდა, მანამდე არ ქონდა. მაგრამ აშკარად ძალიან კარგი. მე მგონი ძალიან ისე მიგუდექი რა, ანუ ზოგადად ძალიან წელვადი და რაღაც ანუ აი სულ აი მე რო რამე სპორტთან არ ვიყო დაკავებული და რაღაც ეს მოძრაობა არ ვაკეთო მსხეულით, ნუ აი ვიჭერდები რა და ეგ აქტივობები იყო, რომ აი რაღაც თითქოს არია თუ არსენალი მომეცა, რომ ეს ჩემი რაღაცები რაც უნდა დავიკმაყოფილო, რომ აი გავიწელო, გამოვიწელო, გადავტრიალო და იყო ყველაფერი რაღაცა. ხო. ანუ გეთხოვოდა რომ სხვა დისციპლინაში, სხვა რაღაცაში აშკარად ქონდა ჩადებული შრომა და აქეთკენ იმარტივდებდა ის გაკეთება რა. კი. იმიტომ რომ ანუ ერთი ხო ვარჯიშობ ესე ჯიმში ამ წონებით ვარჯიშს ვაკეთებ რა, მაგრამ ისედაც აი სულ ძალიან გაწელილი თუ გაწელვადი თუ whatever it's called ვიყავი და ეს აქტივობები რაც გავაკეთეთ რა, ყველა მოითხოვდა რომ ანუ აი რაღაცა გადაიკეთე 90 გრადუსზე და გადმოიკეთე და რაღაცა გაიჩარე. ძალიან ნდობა უნდა გქონოდა შენი სხეულის, იმიტომ რომ თუ არ გიქნებოდა ან ისეთი ტრამბული აქტივობები მარიამი მოკლედ დაგვიზიანდა მაგ დღის მერე 3 თვე რაღაცა გასული და ფეხს კიდევ ვერ ადგამს მეგობრებო ნორმალურად. ვადგავ, მაგრამ ვერ ვაჭიშობ ბოლომდე. მაგრამ ისიც ვახსენოთ, რომ როგორც კი დაგვემართა ყავარჯენი მაშინვე ქონდა. ეგრევე დაწო. ჩემი ტრამვიდან გადმოგეცა. ფეხი ქონდა ხო დაზიანებული. ფეხი იგივე კოჭი მარჯვენა მხარეს და ჩემი ტრამვა მორჩა 3 თვე ყავარჯენს მანქანაში მაინც ვატარებდი ყოველ შემთხვევაში და ვიღაც ჰეითერი გქონდა აი შეგილოცათ. ხო და ჩვენ ვეძებთ ახლა ვინმეს რომ გამოგვილოცოს, იმიტომ რომ Okay, let's go. დაგვიწერეთ კომენტარებში გამომლოცავის საკონტაქტოები მეგობრებო. ანუ we need help. და ასევე შემდეგ ივენზე თუ ვინმეს რამე დაემერთა ყავარჯენი გვაქვს. ყავარჯენი გვაქვს და იქნებ იქამდეც გამოვილოცოთ პარაგრა. არა, სანქტიობა იყო მართლა და ხშირად მინდა რომ გააკეთოთ რა. კი, აი, ეხლა ცოტა ტრამვები გვაქვს. შემდეგი აქტივობა უნდა იყოს რაც უტრამოთ. სულვა შეიძლება გავაკეთოთ. ვერ გაიტრამვები უბრალოდ. kind of. შეიძლება მაინც. ჰაიკინგი. ჰაიკინგი აი, გუშინ მარიამ შევხვდი ვასკას ინფინიტ მარათონზე, რომელიც ძალიან კარგი იყო. ხელები აგვიწევია, იმიტომ რომ თბილისში ძალიან ნაკლია ეგეთი ივენთები და მაგაზე ვსაუბრობდით ახლა სანამ დავიწყებდით, რომ როგორ გვაკლია ეს ბუნებასთან სიახლოვე, იმიტომ რომ თბილისში უგზნობთ თავს ჩაკეტილად და ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგეთი ივენთები იყოს, სადაც ანუ გავალთ ხალხთან ერთად ბუნებაში და განსაკუთრებით თუ იქ ხალხი რაღაცა საერთო ინტერესები
საერთო ინტერესების მით უმეტეს და ხოდა ნუ დავგეკმოთ მგონი. აუცილებლად რა, იმიტომ რომ თქვენც ხა ისეთი აუდიტორია გყავთ, ანუ იდეაში წინა შეხვედრა რა გასულაზე რაც მქონდა, ძალიან კაი ხალხი გავიცანი და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ამისთვის და აი მეტი გააკეთეთ რა და ხშირად, იმიტომ რომ ეხა გუშინდელიც აი ერთ-ერთი ეგეთი აქტივობა იყო მარათონი და მერბინა მაგრამ სინამდვილეში ვიარე ვოკათონი იყო ჩემთვის მაგრამ აი ეს ხო რაღაცა ეს გზებით რა გზა ბუნებაში დავდიოდით ხო რაღაც ჩახერგილი ისა იქ ტალახი ფეხი შეიძლება აგიცურდეს და იმ ხელა კოგნიტურ ენერგიას თუ იმას მოითხოვს ყურადღებას რა რომ აი მართლა დავფოკუსდი და უცბად აი არაფერზე არ ვფიქრობდი და მარტო იმაზე რომ აბა მარიამ ფეხი სადმა გადაადგა და ეგ ისეთი ანუ დასასვენებელი აქტივობაა რა მოკლედ რა და გეგმეთ და ამი რაღაცა თქვა სულ მაგას ავდი რომ როდესაც აი ბუნებაში ჰაიკინგი ან ტრეილრანინგი რემსერვა იყო აი კოგნიტური იმდენად ჩართული რომ იქ კარგად იყო რომ სხვა რაღაცები აი ფიქრობ მე ფიქრობ და გუშინ ცოტა ფილოსოფიური დასტოები მქონდა მოგიყვებით თუნდაც მოკლედ ეს სირბილი დავიწყე მე წლებია რა ძალიან ბევრი წელი არის ლონდონში რომ ცხოვრობდი და მაშინ რაღაცა ყველა დარბოდა და მეთქი მეც აბა რითი ვარ ნაკლები უნდა ვირბინოთ და დავიწყე ეს სირბილი ხანა ეს ნანო 1 კილომეტრი 2 კილომეტრი ავედი სადღაც ჩემი მაქსიმუმი რაც შემიძლია ვირბინო არის 12 კილომეტრი ოღონდ 12 კილომეტრი სწავლობდი მე ლონდონში რომელიც არის აი მოსწორებული ხალხი ერთი სლოუპი არის რა აი ესეთია ზუსტად და რა ჩამოვედი საქართველოში ჯერ სირბილის განახლება ხო მინდოდა და ნურას უკაცრავად აქ ხო არ გვაქვს არაფერი ნორმალურად გზან ბუნება რომ ირბინო და გუშინდელს ახლა 12 კილომეტრზე დავრეგისტრირდი რა და 12 კილომეტრზე დავრეგისტრირდი პირველი ანუ როგორც მარიამ გაგუას ანუ აი რა თქმა უნდა რომ ყველაფერი კარგად უნდა გააკეთო ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთო და აი ეგ იყო ჩემი ეგრევე ინსტინქტი რომ მე გავირბენ ხა პირველი ვერ მოვრჩები მაგრამ ანუ საკმარის დროს უნდა მოვრჩე და რაღაც და უცბად გამახსენდა ისევ რენატა უნდა დავარეფერენსო რენატა მithამზე რენატას აი ყველა სივრცეში აი უდიდესი მადლობა და ჩემს ცხოვრება შეცვალა და ეს რაღაცა მითხრა რა მაშინ რომ მოკლედო შენო რაღაცებზეო იმაზე დიდ ენერგიას ხარჯაო ვიდრეო სიამბილეში საჭიროა აი მაგალითად რა ვუყვებოდ რა დღეს რაღაცა კოლები მაქვს მიყოლებით და აი არ მინდა შესვლა თუ რაღაცა რა ალბათ რამდენიმეს გადავდებ და რატო და მეთქი აი იმდენი საფიქრი იმდენი ენერგია მჭირდება იმ ხოლზე რომ to like რომ კარგად წავიყვანე როგორც მინდა რომ მეთქი რაღაც და ანუ რა უნდა მოყვება მაგ კოლებსო და უთხარი თვითონ კოლის მიზანი რა იყო და ეგ რატო მოითხოვს რაღაც დამატებით ენერგიას და სხვა დაუფიქრდი მე რომ მეთქი ხო მომენტ არ მგონი თქო რა და ბიჭო აბა დააკვირდი ვარ წამსო რა ეს არ გინდა ეს რაღაცა ფორი აქიო უბრალოდ შედიო და შენ რაც ხარო ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე უბრალოდ ილაპარაკე ხო როგორც მელაპარაკებიო რა და მართლა ეგრე გავიდა ეგ ორი ქოლი რომ ანუ მთელი დღე მართლა ენერგია შემშა და არ მომკვდარ ვარ და ხა გადავიდეთ მარათონზე რა შუაში ხა ეს მარათონი რომ დავიწყე ხო ეგრევე ინსტინქტი იყო რომ ეხა გაირბინე ენერგია დახარჯე რაღაცა რა და მე დავაკვირდი რომ ეს წამარია სულ გაიარო შენ მიზანი რა არის რომ უბრალოდ ეს 12 კილომეტრი დაფარო რა არ აქვს მნიშვნელობა შენ ეხა ესე ირბენ თუ უბრალოდ თუნდაც გაივლი ანუ reserve your energy რა ანუ იყავი რაც ხარ იმ ენერგიით გაუძეხი ამ 12 კილომეტრს რა ენერგიაც შენ იმ მომენტში გაქვს აი არ დააძალო ზედმეტად თავს ძალა ვიდრე მე დაგჭირდა მე 3 კილომეტრში დაიღლები და მე უბრალოდ მოკვდე და ვეღარ ისუნთქო და წყალი აბა და ბანანი ვინმე დროზე და ანუ ხო აი მაგ სიტუაციაში უნდა იყო რა იმიტომ რომ ანუ ეგ მჭირს ცხოვრებაში ეგრევა ეგ ენერგიების ის მაგ რა არასტაბილურობა აი უცბად მომეწოვა და მე ესე ვარდები რა და მაგ ფილოსოფიით ანუ გავყევი რომ მეთქი აბა მოდი აი რა კაი ხედებია მარიამ აი ნახე უყურე გაისენე რაღაც მომენტში უცბად თუ მიხვდი რომ იცი ენერგია მაქვს მოდი გაირბინე მაგრამ აი არ დააძალო თავს და ეს არ აკეთო. თან მithumetet ტრეილია, ხო, ლონდონისავით მოსწორებული არ არის, რომ ესე წყნარ ტემპში რო ირბინო რა. ანუ გჭირდება რომ რაღაცა მომენტში ძალიან მოიკრიბო ყველა ძალა, რაღაცა მომენტში დაღმართია და გააკონტროლო რო არ წაიქცა, ну მოკლედ და აი ესე ძალიან წყნარად, შვიდად ეს 12 კილომეტრი. ცოტა მართლა ვირბინე, მაგრამ უმეტესად აი ვისეირნე და ისე ვისიამოვნე. აი მართლა და ამიტომ აი ეს ჩემ პატარა ფილოსოფიური ჩანართი რომ მე მივხვდი რომ ცხოვრებაში რაღაცებს აი არ ჭირდება ეს ამდენი ენერგიით და რაღაცა just be რა
კი, ეგ კი, აი, ჩემ მეორე ტრეილი იყო, წინა 2 წლის წინ მე მგონი გავაკეთე ყაზბეგში. ყაზბეგში მოვყოდი 10 კილომეტრი იმას ქენდა. ანუ რა იყო, იცი რომ კიდე ყაზბეგის გამოსხლებას ვადარებდი, რა ვიცოდი რომ ხო, ანუ სადღაც მართლა მთებში ავედით, მაგრამ მახსოვს რომ ჩამოვედი ერთი კვირა, მე მგონი რეკავერის ვაკეთებდი, აი იმდენად, ანუ აი დავიღალე. ხო, აბა რა. ტირფას. სპონსორს ხუმრობა არის ტრეილ რანერებზე, რომ glorified hikers არიან. კი, trail hiking იყო, აი მართლა რა. მაგრამ ვიღაცები ხდარბოდნენ, რომ არ ვიღაცები უმეტეს რომ ისინი დარბოდნენ. მე ვფიქრობდი, დიდარ მარტებზე მეც დავდივარ, ასე რომ ნუ აი წარმოვიდგენელები იყო რა აღმართა. ხო და ეხლა შენ რაც ახსენე რა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად დრეინს რა გეკეთებს, რომ წინასწარ ფიქრობ რაღაცეებზე არა და ან ხო ვერ გაიქცევი, მაინც გასაკეთებელია და მე აი ეგ რო დავამოყამე რომ ხანდახან არის ხოლმე რომ აი რო ვიღვიძებ იქიდან 7 საათამდე 7-მდე კი არა და ხანდახან უფრო იქითაც მაქვს ხოლმე გადაბმულად შეხვედრები და იმიტომ რომ სხვა დრო არ არის სამუშაოდ იმას გავასწორებდი ჩემ თავთან რომ უბრალოდ მშვიდად უნდა მიუყვე და რაც გამოვიდა არ ყოველთვის გამოდის და ანუ შემდეგზე რატო არ უნდა გამოვიდეს წინა თუ გამოვიდა და წინა 100 გამოვიდა არაფერი არ უნდა და რეალურად დრეინს გიკეთებს ეგ რა რომ წინასწარ რაღაცებზე ფიქრობ და ნერვიულობ აი საერთოდ რო არის ფიქრო უბრალოდ ენდო პროცესზე ინდო თავს ენდო და რაღაცა იმ გამოცდილებას რაც დაგროვებული გაქვს აქამდე რა იმიტომ რომ სანამ დაიწყებ უკვე დაღლილი ხარ ანუ მე მართლა იმ კოლებზე სანამ შევიდოდი რენატას რომ პარაგენოდი აი რო ფიქრობდი ზედა დავასწრებ კი კომენტარებში ანუ დაწამული რა ძალიან ვერ შეცვედება იმიტომ რომ აი ძალიან ვერ ტრენინგებს ატარებს და საკმაოდ ისეთი well known თერაპევტი და კოუჩია რა მაგრამ anyways აი ხო ეგ იყო რომ სანამ ანუ აი უკვე დაღლილი ვიყავი რომ უყვებოდი რომ ფიქრობდი უკვე დაღლილი ვიყავი და მე დავაკვირდი მართლა ეგ პატერნი მაქვს რა რომ რაღაცები რაც მოითხოვს ჩემი აზრით მოითხოვს იმაზე დიდ რესურსს ანუ კოგნიტურ რესურსს ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციებში ანუ მარტო ფიქრით ვიღლები ჯერ არ არის დაწყებული ქოლი და აი უკვე დაღლილი აი ხვდები და მან ბალანსი ისე რამდენი ვისაუბრეთ სამსახურებზე და დველაპზე მოდი განვიმარტე ჩვენ დავსვენელს დველაფი რას აკეთებს და საიდან მიხვედი დველაფის იდეამდე ვინც მოყვაროთ კან LinkedIn-ზე და შორლინგისოს ეცოდება დველაფი არის მაგრამ კი როგორია დველაფი ჭრის სამეზობლოს ქაოსის პრობლემას კომუნიკაციის ქაოსის პრობლემას იდეაში სტარტაპი ვართ, ამიტომ პროდუქტ მარკეტ ფიტის ძებნაში ბევრი ვერსია დავაპილოტეთ. ბოლოს რა ვერსიამდეც ვართ მისული არის სამეზობლოსთვის API, რომელსაც გადმოწერს სამეზობლოს თავმჯდომარე დაონბორდებს თავის მეზობლებს და მოკლედ იქ არის ყველაფერი რაც დღეს ხდება WhatsApp-ის group chat-ებში 150 unread message და ქაოსი, კენჭის ყრები, ფული რაში იხარჯება მაგის გამჭვირვალობა, აი ამ ყველაფერს აგვარებს რა. საიდან დაიბადა ეს იდეა? იდეაში ჩემი კოფაუნდერები სანამ მე შევუერთდებოდი, მაშინ დაიბადა, ოღონდ მაშინ იყო დეველოპერებისთვის ეს API, დაახლოებით იგივე use case, იგივე პრობლემას აგვარებდა, ოღონდ იყო დეველოპერის API და დეველოპერი თვითონ ამენეჯებდა დანარჩენ ყველაფერს და მე ნუ აი ამ research-ში მივხვდით, რომ არიან კი დეველოპერები, მაგრამ აქეთ თუ გადმოვიხრებით და ცოტა შევცვლით target audience-ს ან buyer persona-ს, მივხვდით, რომ ბევრად უფრო სწრაფად შეგვიძლია გაზრდა და სტარტაპის იდეაც ხო მაგაშია, რომ ეძებ გზას, რომელიც ყველაზე სწრაფად გაგზრდის და გაგიყვანს რაღაცა ძალიან მასშტაბზე და ეხა იმ მაგმოუთში ვარ ცოტა ხანში ეხა ვატარებ ინტერვიუებს ამ პროტოტიპი რაც გვაქვს მაგას ვაცნობთ უკვე იცი როგორ user research ძალიან ბევრი გავაკეთეთ ეხა ამ მომენტში რაც არის რომ ბოლო research-დან წამოსული ინფორმაციით დავაპილოტეთ რა და რომ დავაპილოტეთ სანამ პროდუქტის მოკლედ ბოლომდე გადავაკეთებთ ან ძველი პროდუქტი ისაც უმეტეს ფუნქციონალი ქონდა უბრალოდ უნდა შეგვეცვალა რაღაცა onboarding-ის flow ისა რა რომ ამ სხვა buyer persona-ზე მორგებულიყო და აი ამ პროცესში მეთქი სანამ მოდი კი იმდენი API მაქვს ცხოვრებაში ესე 0-დან 1-ს ძახიან ანუ არაფრიდან გაკეთებული ვისწავლე ეგ რომ მოდი რა სანამ ბოლომდე დაასრულებ და გამოდებ რომ აი გადმოწერეთ API გააქვს ის დრო რა ცოტა ხანი რომ თუ რამე დასაეჯესებელია და შესაძლებელია ბარემ უკვე შეხვდი რა
ამ ხალხს და ეხლა მაგას ვაკეთებთ, რომ ჩემ Instagram გვერდზე დავდე ვიდეო, რომ მეთქი ეს ტესტი აღვიქვათ, ვისაც გაინტერესებთ, waitlist-ი გვაქვს ეხლა და პირველი 100 მეზობლო ვისაც გინდა დაუნბორდდება, waitlist-ში დაემატეთ ხო და ანუ ისეთ საინტერესო ხალხი დაემატა, მართლა რაღაცა ტოპ კომპანიების CEO-ები საქართველოში, ანუ ძალიან საინტერესო ისეთი ხალხი, რომ მან კიდევ უფრო დავალიდირდა ეგ იდეა, რაც წინა რისერჩმა ამოადგა, რომ ამ ხალხს ეს სჭირდება. და ეხლა ვხვდებით ამ ადამიანებს თან ამ კომერციულ ნაწილს ვათანხმებთ, რომ უკვე აპირო ერთ დღე-ნახევარში თუ როცა მორჩებით უკვე რომ დაიდება App Store-ზე პირდაპირ ის კი არა რომ მე დავიწყო დარეკლამები, რა ხა გადმოწერეთ API, არა, უკვე მზად იყვნენ ეს ხალხი და პირდაპირ პირველივე დღიდან გავუშვა production-ს. სამეზობლოებს ძირითადად ეხლა არის ადმინისტრატორები ყავთ, აი ის როგორ WhatsApp-ში ჩალინგული 1000 რაღაცა ხალხი. კი. აი გამბავია. და ანუ ძირითადად კონტაქტი ეხლა გაქვს, რომ იმ ადმინისტრატორებს და იმებს გავუმარტივო. კი, ორივე მხარეს რა. იდეაში რამდენიმე stakeholder-ი ამ თელს ამბავში. თუ გინდათ პატარა იმას გაგიკეთებთ რა ხდება. More let's fucking go. მოკლედ რა ხდება. არიან მაცხოვრებლები, რეზიდენტები. ამ რეზიდენტებს უმეტესობა კორპუსებს ყავთ გაფორმებული ესე ვთქვათ სამეზობლოს თავმჯდომარე, ამხანაგობის თავმჯდომარე ყავს, ზოგს არ ყავს. ეს ამხანაგობის თავმჯდომარე არის რაღაცა კორპუსის პრეზიდენტივით რა და ამ კორპუსის პრეზიდენტს თუ უნდა თვითონ აიკიდებს ზურგზე ამ ლოჯისტიკას, რომ ეხა ფული უნდა ავკრიბოთ, ლიფტს ამდენი უნდა გადავრიცხოს, შენაგან პატარა კორპუსები ესე აკეთებენ, რომ ეს თავმჯდომარე მართავს, არის კორპუსების დიდი კომპლექსები, რომ უბრალოდ ანუ full time სამსახური, ამიტომაც ამ აგროვებული ფულით მოყავთ მენეჯმენტ კომპანია, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარზე არის Bene Comfort-ი, და Bene Comfort-ი მოდის და უკვე Bene Comfort-ი ალაგებს, რომ ისკრებს ფულს, ალოკაციას ისაკეთებს, ისუხდის მეზოვეს, დამლაგებელს, კამერას ისაყენებს, ხო? აი, ესენი არიან ძირითადი stakeholder-ები რა. ეხლა ჩვენი API რა შევა? ჩვენი API იდეაში Bene Comfort-ის ნაირ კომპანიებსაც, სამეზობლოს თავმჯდომარესაც, ნებისმიერი ვინც არის ეხლა ამ შემთხვევაში მენეჯერი, პრეზიდენტი, რასაც დავარქმევთ, ხო? ანუ ვიღაც თავი stakeholder-ი მარტივად plugins უკეთებთ ამ ადამიანს, აქვს თავისი dashboard-ი, ამ dashboard-ზე აქეთ რეზიდენტების საკ ძალიან მარტივი სამომხმარებლო გამოცდილების API, resident API, რაც გვაქვს, რასაც App Store-იდან იწევს მაცხოვრებელი და აი ფაქტიურად რასაც ის ასეტაპებს ამ თავის ადმინკაზე, ყველაფერი რეზიდენტებს უჩან და ამ რეზიდენტებს თან ზემოდან აქვს ძალიან საყვარელი ფიჩერები, იქ კომუნიკაცია მარტივად, ეხა თუ WhatsApp-ი, Facebook-ი, ასე შემდეგ, ეგენი დალაგებული, იქ სამეზობლოს რაღაცა ფიდი აქვს, თავის მეზობლებთან კომუნიკაცია შეუულიათ, რაღაცა ოფერების ნახვა, ესეთი რაღაცა ლამაზი საყვარელი ფიჩერები არის, მაგრამ სინამდვილეში ან ძირითადი რაც საკეთებს არის, რომ ამ ადამიანს თავის ტკივილს არიდებს, იმიტომ რომ ყველაფერი მოწესრიგებულად არის რა, მართლა პროექტ მენეჯერულად გამართავს ყველაფერს და აქეთ ხარის რეზიდენტები არიან happy, იმიტომ რომ ყოველთვის მაინც იხდის ეს ხალხი 50 ლარს, 100 ლარს მოვლა პატრონობაში და რატომ უნდა ქონდეთ კაი ექსპერიენსი და აი ამას აგვარებს დველაფი და ეს არის რაღაცა საქართველოში მოკლედ ვაკეთებთ ამ პროდუქტის ვალიდაციას, აქეთ ველაპარაკებით ძალიან საინტერესო ინვესტორებს და მოკლედ დღე-დღეზე სამი დავაკაკუნოთ, მოკლედ წესით და რიგით, ყველაფერი კარგად წავიდა. უნდა გავიტანოთ საზღვარგარეთ და საკმაოდ ისეთ ბაზრებზე შევიდეთ და ხო, რა ვნახოთ. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა და ეპიზოდებზე. წარმატებები. ძალიან მაგარია. ეგ მან მოისაზრებთ იმას, ანუ რაღაც ერთი ჩაიკითხები. ერთი ნაწილი ახსენეთ, აი ფულის მოკრება რაღაცა, იმიტომ რომ ეხლა ვიცი, რომ სხვადასხვა პატარა კომპანიები, რომელიც სარბაზოვის მენეჯმენტს ლიფტს და რაღაცებს აკეთებენ, ეგენი კრიბავენ საერთოდ ახლა და მე მენეჯერ შეუძლია იქიდან რაღაცები. კი, ჩვენ თანხის შეკრებას არ ვაკეთებთ. იდეაში მაგის არიან კომპანიები, რომლებიც ამ ლიფტების მენეჯმენტს ანუ მაგის იქით ვართ რა, კომუნიკაციას ვაწესრიგებთ ჩვენ, აი დაახლოებით აი ტექ ხალხი გვიყურებს მომეტესად ხო აი შევადარეთ რომ აი ჩვენ Slack-ი ვარ ქონეს და Jira ხო ანუ ხო ვერ ვიფუნქციონირებთ იმიტომ რომ ორი რაღაცა მენეჯმენტი ანუ ტასკების მენეჯმენტი და აქეთ ხარეს კომუნიკაცია გამარტივებული ამ ორს გვივსებს ფაქტიურად ეს ორი აი წარმოიდგინეთ სამეზობლოების ოპერაციული სისტემა რომელშიც არის Jira-ც, Slack-იც რაღაცა ხო აი ეგ არის ხედვა რა რომ სამეზობლოებს არ ჰქონდეთ ესე გაფანტულად არამორგებული გამოცდილებები და იყოს ერთი API რომელიც დაწყებული ან ნაფიკანო დაბადებიდან არის ამ use case-ზე მორგებული რა როგორ გაგიმარტივოს ცხოვრება.
ვეღარი. ეხა ხონდა იმას ხარ ქვია. ჩვენ საინვესტიციო მოკლედ, ისე pitching-ი გამოვიდა. ჩემს პორტშიც ხომ. Let's go! და შევთავაზეთ. გამოგართმევთ ეს ჩატში. არის დროს რომ მე არ უნდა გავიდო ჩემს იმაში რა. ხო და არის დროს რომ არაფერი არ მიწერია, მარიამ შენი გულისთვის გავხსნებ ჩემს. ან საერთოდ პროდუქტი იქნება ჩავაგდებ. სხვაჩვენს ძალიან საინტერესოა რომ wait-list-ი რომ გამოვდეთ, ხო? არიან თავმჯდომარეები, ვინც დაარეგესტრირდნენ, მაგრამ უმეტესი პროცენტულად მაინც მაცხოვრებლები არიან და მაცხოვრებლებს რო შევხვდით, ეხავე მოვიყვან ჩვენ თავმჯდომარეს და შეგახვედრებ და ანუ ისინი არიან, ვინც აკეთებენ ამის გატანას რა და ეგ ძალიან საინტერესო ინსაიტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეს რამდენად ტკივა ამ ხალხს. რომ კარგი დავარცხნილი გადაწყვეტიას, ანუ მეც ახლა 100 წელი მეზარება, იმდენი საქმე მაქვს კიდე ვიღაც რაღაც დამაყენებაზე, მაგრამ ანუ ესე იგი იმდენად გაწუხებს, რომ მიდიხარ და ვინც არის ბაიერის სინამდვილეში ამ აპის, შენ თვითონ უფიჩავ რომ ანუ ეხლა მე მეზარება რეალურად რომ წავიდე რაღაცები დავუბრუნო, თუ მართლა შენ ბაზაზე რაღაცა იქნებოდა ხო? ვიყოთ, მაგრამ აი random solution-ები რომ მოვიფიქრო და ვუთხარ რომ ჰეი, ასეთი ჩატს ხო არ გააკეთებ, ასეთი permission-ებით, იმიტომ რომ დავის ვისაკეთო დავკითხო. მორჩა auto-summarize აკეთებს ყოველს მეტაი არის რაღაცა და ანუ საკმარისია. სუსტად კი. წელიწადში ერთხელ რამე თუ ხდება? რამე რო ხდება? ისედაც დაიგებ. ისედაც დაიგებ, აგირეკავე, ან დაბა სახანძროს დაინახავ. ან დანარჩენი არ გაინტერესებს ხო და დამითული. კი, ეგ არის რაც ამოაგდო უკვე. ანუ საინტერესოა, უბრალოდ იმდენად დიდი ნოიზია და ყველა ცალსავკე რო თითო 100-ს რო ცალკე ინტერად წერს და აი თან თუ დაკვირვები ხართ, ახლა ან ძველი სამეზობლოები როგორი იყო, რომ ყველას იცნობდა და ან ახალ კორპუსებში მე მაგალითად არავის არ ვიცნობ რა, ანუ აი მაქსიმუმ კარის მეზობლებს და იქ ჩემს ერთულზე 1-2 აქტიურ ადამიანს, რომლებიც თვითონ გავიცლეს, ანუ სუსტად. დაახლოებით ეგეთი მიდგომაა და არა და ანუ რა კარგია სამეზობლოს კულტურა, ძველ იტალიურ ეზოებში რომ შეხვიდა, ანუ რაც ხდება ანუ ადამიანებს შორის თან აი რომ გაგიჭირდეს მართლა და ვიღაც დახმარა, ანუ ხუთ არავინ არ არის ეს. სნობ მე ჩემ კორპუსში ანუ გადავედით, ყველა რო შევსახდით, ყველა ჩაიკეტა კარები, მათ შორის ჩემს და ყველას ხვდები რომ ის ან დილითადრე ან საღამოს მანქანა, ანუ მუშათა კლასი. მოვდივართ საღამოს მაღაზიებიდან ჩანთებით არას, ვარდისიდან ყველა ერთად შევდივართ კორპუსში. ერთად გამოდივართ. ერთად აი საღამოს 12-მდე უცებ ყველა შხაპის ყველს ხორება მორჩი ჩაქრას უკები. დავკარგეთ ერთობა, აი დავკარგეთ ეს community-ის შეგრძნება რა. და მე ისო ფილოსოფიაში უნდა გადავუხიო, მაგრამ რა გავაკეთო? ეგეთი ადამიანი ვარ, რომ ზოგადად რაღაცებს ძალიან სიღრმისეულად განვიცდი რა. აი თუ მაგალითად საშუალო სტატისტიკური ადამიანის რაღაცა 10 შკალიან ბალაზე რაღაცა 3-ზე შეაწუხებ და მე 9-ზე მაწუხებს რა და აი ძალიან დიდი ხანი მაწუხებდა ეგ ფაქტი, მაგრამ მე ხა ვფიქრობ რომ პირიქით დამეხმარა თქვენს ამ პროდუქტის შექმნაში. რატომ? ხა ისტორია რომ მოვყვა. ადრე ცხოვრობდი ლონდონში რა და ლონდონი ნუ უდიდესი ქალაქია ხო და აქ რო ბავშვობიდან იზრდები მეგობრები ყავს გახვალ და აბა მარიამ ტატო როგორ ხართ ხო იქ არ დამხვდა ეგ სიტუაცია რა თქმა უნდა რა და არც კი მეგონა რომ ეგ რამე პრობლემა იყო მაგრამ წლები რო გავიდა მივხვდი რომ ნუ აი ეს იზოლაცია მე დეპრესია დამეწყო რაღაცა გაუცხოება ნუ აი მთლიანად შემერყა ტვინის მექანიზმი და ქიმია რა და საბოლოოდ მართლა მაგიტო ძირითადად მიზეზი რატომაც დავუბრუნდი იყო რომ დავიღალე რა ანუ მინდა რომ ერთხელ ცხოვრობ ხო და ბედნიერი ვიყო და რაღაც ხო და ეგ კონტრასტი რომ დავინახე მე რას ნიშნავს უბრალოდ ყავს შენი საზოგადოება და community და როცა არ ყავს მე აი ამ პრობლემას მართლა თავიდან რომ დავიწყეთ ეს community-ის სივრცე საერთოდ არც იყო ამ პროდუქტში რა იყო უფრო utility რომ იქ რაღაცა მისი მენეჯერთან კომუნიკაცია რამ გადასახდელებს ნახვა ну მოკლედ რა utility თულები იყო და პირველი რაც შემოვიტანე რომ მეთქი მეზობლებთან გამარჯობა ანუ ვინ არის შენი მეზობელი აი გაცნობა აი ეს ნაწილი რა ეგრევე წამოვიღე და
მე რო ვაკეთებთ ამ ძალიან ბევრი მას კოლებს პოტენციურ მომხმარებლებთან, ხო, სხვა კვლევის მიზნებისთვის, ნუ აი ყველას ეგ ხვდება თვალში, რომ აი მე რა კარგია მეზოფილს გავიცნობ და ხო, აი გვაკლია რა. ანუ თან რეალურად ეხლა ნუ ამ AI-ის ეპოქაში საითკენ მიდიან ხოლმე სტარტაპები რა, ანუ თუნდაც ჯიმები გადაიქცნენ კომუნიტიებად, კოფილაბები გადაიქცნენ კომუნიტიებად, რატო შეიძლება სამეზობლო, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ, გადაიქცეს კომუნიტით. ანუ მაგის კომერციალიზაციაც ძალიან კარგად შეგიძლია მე. ზუსტად. ყოჩაფერიამ შენ მიაგენი იმ პრობლემას. აი ლონდონში ბოლო სტარტაპს სადაც ვიყავი, ეგ გამოცდილება, აი ისე კარგად მოერგო უცბად ამ პროდუქტს, რატო ხო? მაშინ ვქმნიდით იყო ესეთი აპლიკაცია Beetle და community fragmentation-ს წყვეტდა ესეთი პროდუქტით, რომ შენ შეგეძლო გენახა შენთვის საინტერესო ადამიანები, დაგეხოსტა რაღაცა ივენთები და შენ საინტერესო ადამიანები ნახულობდნენ ამ შენ დახოსტილ ივენთს და გიერთებოდნენ. ოღონდ ეს ივენთი არ ნიშნავს ივენთი რაც ვიცით. რა, თუნდაც ივენთი შეიძლება და ყოფილიყო, რომ მოდი პარკში გავისერნეთ ერთად, მოდი პროდუქტ მენეჯერები ჰაიდ პარკში შევიკრიბოთ. აი ესეთი რაღაცა. ან თქვენ რას ვაკეთებთ? აი ზუსტად რაც გააკეთეთ თქვენ ბატონზე ხტომაზე, აი ზუსტად ეგ შეგეძლო, პროდუქტი ეგრე იყო, რომ დაგეხოსტა მან და მე იქ დაგიჯოინდებოდნენ, რომ მე ნახავდი, რომ თუ შენ იმას ერგება community profiles, რომ ვიღაცა იქ front-end developer-ი რაღაცა, ხო? უი ზუსტად ჩვენი community-ნაირია და აექსეპტებდი რა. ეგ იყო ისა. მთელი აზრი და მაგ პროდუქტის კეთების დროს, ანუ ძალიან ისეთი სერიოზული advisor-ი გვყავდა Sanjit Polchaderi ქვია, არის ტიპი, რომელმაც ნუ ჯერ წიგნები აქვს ამ პლატფორმ ბიზნესებზე დაწერილი, Fortune 500 კომპანიების ის იყო, რა ქვია, კონსულტანტი ამ ნაწილში და ნუ აი მართლა აი ანა ბანა ყველა შვედო მასწავლა, როცა ამ პროდუქტის სტრატეგიას ვაკეთებდი და მე ძალიან გული დამწყე ეგ სტარტაპი დაიკეტა, მაგრამ რო ჩამოვედი აი უცბად ისე კარგად გადმოითარგმნა ეს ცოდნები, რაც წინაზე დავაგროვე და ეგ learning-ები ძალიან შედა, რომ ვაკითხავ ხოლმე ჩემს ძველ ფაილებს, იმიტომ რომ მეთქი, ანუ შეიძლება საერთოდ სხვა ის არის პროდუქტი, მაგრამ რამდენი რაღაცა, ანუ პატერნები ემთხვევა და აი გიждები ზოგადად მაგ შექმნებაზე, ან მგონია, რომ ხო აი ინფორმაციის overload-ი გვაქვს ამ ერაში რა და აი გიждები, როცა რაღაცას დავინახავ, რომ ძველი ინფორმაცია, ან ძველი რაღაც რაც ვისწავლე, აი რაღაცა ახალ დღევანდელ case რო ერგება და წრე იკრება თუ წერტილების შეკვეთ რა ქვია მაგას რა. და ეგ მომენტი მათ ამ სტარტაპში და მაგიტო ესე ანთებული რომ ინტელექტუალურად ძალიან საინტერესო პროცესია. მგონია რომ ძალიან ბევრ აი რაღაცა ამოცანას ხსნი და ამ რაღაცა მოკლედ რა ხო ესეთი აპლიკაცია. მიხარია რომ ეგეთი ენთუზიაზმი ჩანს და ეგრევე გამშეკითხა რომ რამდენი ხანია აკეთებ? 1 წელია. ხო, 1 წელი გახდება ეხა ივნისში. და გუნდში რამდენი ხართ? გუნდში ვართ, რაღაც 10-მდე ვართ, მოროლეს. არა, ცოტა ნაკლები ვართ, რაღაც 8. ცოტა რაღაცა ეს პროდუქცია ველაპარაკო რა, როცა პროდუქტ მენეჯერი ხარ, ცოტა რისერჩიც უნდა იცოდე, ინტერვიუების გაკეთებაც უნდა იცოდე, სელინგიც უნდა იცოდე, კლიენტთან უნდა შეხვიდე კოლზე, ცოტა ხატვაც უნდა იცოდე ფიგმაში და ხო, ცოტა ბიზნეს ანალიტიკაც უნდა იცოდე, ცოტა ან აი მაგიტო ვახერხებთ რომ 8 ადამიანმა გავაკეთოთ მართლა 80 ადამიანის საქმე, რასაც აი კლასიკურ კომპანიებში დეპარტამენტი დაჭირდებოდა და აი რაღაცა რა, იმიტომ რომ ნუ ჩვენ თვითონაც ყველა ეგეთი ხალხი შევიკარით და ეგეთი ხალხი დავაკომპლექტეთ გუნდი, რომლებიც არ თაკილობენ პირობითად, თუნდაც ესეთ კოლზე შესვლას, რომელიც შეიძლება თავის იმაში არც ჯდება რა და ამ სხვა ხუთის მორგებას. სტარტაპის წარმატებაში მნიშვნელოვანია, ნუ ბეის ხალხი თავიდან ვინ იწყებს და ანუ ეგ სკილები რომ ყველაფრის კეთება შეგიძლია სტარტაპ ფაუნდერისთვის, ან მას კი ჩემეძლო. თან ახლა IA-ის ეპოქაში რეალურად ღრმა ცოდნა ესე აღარ გჭირდება მაგალითად რისერჩის თავარია რომ რაღაც ბეიზიკები საერთოდ წაიყვანო და მიმართულება მისცე და მე უკვე როგორ გითხრა ანუ ეხა თავარი გახდა რაღაცაების ათვისების და ანუ იმის უნარი რომ არ შეგეშინდეს და უბრალოდ გაყვე ან step by step და მიიყვანო ბოლომდე და დანარჩენი ყველა ინსტრუმენტი გვაქვს უკვე რომ ვაკეთებთ ჩვენით. არ არის საჭირო რომ ანტიპროფესიის ადამიანი ყავდეს ტიმში. ზუსტად. ეს რაც მარიამმა თქვა, მაგას გავაგრძელებ, რომ მარიამმა ხო ცოტა ფიცი ნახსენა, რომ რა არსებული რაც გამოსცემ ცოდნა ყავდა, რაც ახალგაზრდამ დაიმაპა და მოკლედ ეს კავშირები იპოვა და იდეაში
ეხანდელ ეპოქაში რაღაც მულტიდისციპლინარულ სამყაროში იწევ გასვა ერთ-ერთი თავისუფლი ანუ ადაპტაციასთან ერთად ეგ არის რომ როგორ შეგიძლია რაღაცა ნასწავლი ცოდნა დამაყო სხვა დომენში მაგრამ მსგავს პრობლემასთან რა და რო წარმოიდგინე რაღაცა გრაფა ანუ ცოდნის გრაფი ეს წრეები ერთმანეთს როგორ უკავშირდება და მე დავაფიქსირო რომ ჩემ ბოლო ალბათ 3 წელია 2 წელი არის მაინც რომ ვეძებ რაღაც ხელსაწყოს და თან რაღაც ვექსპერიმენტო მართლობთან სანდა შემიძლია ამის არ ყოფნა და რასაც ვსწავლობ უკვე არ ყოფნის რომ სადაც ჩავიწერო რაღაცას დაარეფერენსო ადრე იყო რომ Google keyword-ები ან search-ი თუ ანუ იმახსოვრებდი Google search-ი დაახლოებით რა შეგეძლო გეპოვნა და მანდიდან ხელახლა მიდიოდი რა ან დაიბუქმართდი რაღაცას და ეხლა აღარ არის საკმარისი იმიტომ რომ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს და უფრო ბევრ დომენში ჩაშლი და ეხლა ვეძებ რომ რაც memory graph-ით რომ იყოს აი რაც AI-ს რასაც ვიყენებთ და ვცდილობთ რომ memory გამომიჯობესოთ მან დაახლოებით ეგეთი ჩვენთვის რა იდეაში აი ახალი სტარტაპ იდეა ეგეთი graph knowledge base-ები არსებობს იდეაში Obsidian-იც მსგავსი სტილით მუშაობს რომ ყველაფერს ერთმანეთთან არ ეხსენებ უბრალოდ ну ჩემს ვერ მუშაობს რაღაც პროსმან მაგრამ იდეა დღესაც კარგი სტარტაპი მაგით იწყება რომ შენ საკუთარ პრობლემას წყვეტ ხო და ну მულტიდისციპლინარულ სამყაროში გავდივართ ჩვენს დომენს იქით უფრო მეტი უნდა ავაკეთოთ და მე მაგიტომ მგონია რომ შენს გუნდში თუ ვიღაცა ინტერვიუს უერთდება რომ შეიძლება პირდაპირ მისი როლი არ იყოს ხო ძალიან საინტერესოა ბიზნეს დომენს უკეთესად გაიგებს და შეიძლება მერე 2 თვის მერე რაღაც solution-ი ისე დადოს რომ წინა კონტექსტი დაეხმაროს როგორ გადაწყვიტოს ეს ზუსტად პირველი რომ შევერთდი მე სტარტაპს ანუ მაშინ ხო დეველოპერების ეს იყო რა ქვია პრობლემის გადამჭრელი აპი რა ჯერ ეს სამეზობლოებზე გადასული არ იყო და მაშინაც პირველი ჯერ ხო დეველოპერულ სამყაროზე არაფერი არ ვიცოდი საერთოდ ანუ შევედი უბრალოდ მე ჩემი პროდუქტის და ტექის ცოდნით რა ან პირველი რისი გაკეთებაც დავიწყე ანუ აი უამრავი ინტერვიუ ჩავატარე ყველა სტეიკჰოლდერთან რომ უბრალოდ გამეგო რომ რა CRM-ებს იყენებენ, რაში იყენებენ, ეს გაყიდვის ციკლი როგორ არის აწყობილი, ხო? ანუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან მარტივად დასწავლადი აღმოჩნდა, იმიტომ რომ თუ მართლა ანუ აქამდე მსგავს რაღაცა ინფორმაცია გაინტერესებდა დაგიწყე სწავლა და გისწავლე, აი ზუსტად ეგრე შევისწავლე. და ეგ ზუსტად მაგას ვასწავლე ახლა ჩემ გუნდის წევრებსაც რომ მოდიან კი არ მოხსნი უბრალოდ რომ კი რა თქმა უნდა ახლა ავხსნი კომპანიას სტეიკჰოლდერებს ასე შემდეგ, მაგრამ მე აუცილებლად პირდაპირ აი სუდი სიტყვა, მაგრამ აი გავაგდებ მომხმარებლებთან რომ всё, შეხსით ახლა რა, ზუსტად ხო, იმიტომ რომ ნუ ფაქტიურად ორ თვეშიც არა რა, ისე მორგებულ solution-ებს იფიქრებენ, რატო? იმიტომ რომ იმ ადამიანს თვალებში უყურეს, იმ ადამიანს რო ტკიო და უყურეს წარბი როგორ შეერხა მაგ ტკივილისგან, ხო? იმ ადამიანს რაღაცა რომ მოეწონა დაინახეს როგორ აუციმციმდა თვალები და რაზე აუციმციმდა და რაზე არ აუციმციმდა და მაგით მე დააეჯასტეს პროდუქტი, რომ ეს ესეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ეს ყოფილა მნიშვნელოვანი, ეს თურმე ძალიან ტკივნეული ის არის და მოდი კიდევ უფრო კარგად გავაკეთოთ, ხო? ანუ მე მაგას 100 წელი ვერ მოვუყვებოდი და რომც მომეყოლა ვერ გაიგებდა ის რა იმან თუ მართლა თვალებში არ ჩახედა მომხმარებელს და იმისი ტკივილი თვითონ არის გრძნო ვერ გააკეთებს ვერასდროს ხო ეგ არის ჩემი ფილოსოფია გარემოსი რომ შენია რაღაც პროდუქტი და რაღაც ეგეთი მაინდსეტი უფრო რომ რაც აშენებ versus კომპანიაში უბრალოდ რომ ვიდიხარ რაღაც დომენს ისწავლი და შენ რაც ნუ ორივე თავის ფიქრია კი სხვა რაღაცებს აკეთებ უფრო ხმად შედიხარ მაგრამ სტარტაპ ის აი ეგ მიყვარს რა ძალიან და ნებისმიერ მომენტში ალბათ უმეტეს შემთხვევაში მაინც მაგას ავრჩევი და უბრალოდ ფანარები. კი, თან ფან არის და თან განვითარების ისეთი ტემპი გაქვს, რომ რეალურად სამსახური რა არის რა, ანუ მარტო ხელფასი არ არის, რასაც იღებს სამსახურისგან, ანუ ერთი არის როგორ ვითარდები, იმიტომ რომ ეგ მე პირდაპირ ითარგმნება თუნდაც ხელფასში და ანუ შენი ასეთი არის. მეორე არის ხელფასი და ნუ გარემო ხო და სტარტაპში ანუ ეგ იმდენად სწრაფი არის რომ შეიძლება enterprise-ში რომ იმუშაო 5 წელი სტარტაპის 1 წელს მივიდეს. აი ეს და სტარტაპ mindset-ის გადმოთანს როსლოვერშენს ყოველდღიურობაში ის სულ რაღაცას
ანუ შეიძლება ენტერპრაიზი აქვს, მაგრამ ანუ კომპანიებსაც სულ 50-60 პროცედურა არის მარტო ერთ დეპარტამენტში ასე გაკეთდეს, სულ რაღაცას ეჯახები და მაგრამ იდეაში მაგ რაღაც მაინც საბოლოო ჯამში ჰიბრიდით უფრო ეფექტურობას აღწევ და შენ ვითარდება ყველაზე სხვადასხვა რამეს გასწავლის რა მე მიმუშავია ორივეში კორპორაციაშიც სხვის სტარტაპშიც და მე უკვე ჩემ სტარტაპშიც რა და მგონია რომ მე რო ეგრევე სტარტაპით დამეწყო ვერ ვისწავ ანუ მგონია რომ იქ არ ვიქნებოდი ხა საერთოდ ვარ ბევრად ნაკლები ცოდნა მექნებოდა ეხლა რატო მე დავიწყე ესე ჩემი პროდუქტ მენეჯერული მოღვაწეობა საქართველოს ბანკით რა საქართველოს ბანკში ანუ ჯერ ხო საერთოდ ნუ ხეს ყველაფერი ჩვენ რო ვიცით და უკვე დაახლოებით მან ტაიმლაინი უნივერსიტეტს რომ მოვჭი 2019 წელს 20-ში უკვე საქართველოს ბანკში მუშაობდი რა და რა ხდება ახლა ჩვენთვის ანუ ეს ჟარგონები ჯირა რაღაცა დამერჯვა ეგენი ხა უკვე გაგაშსა სისხლში გვაქვს ხო მაგრამ თავიდან რომ შედიხარ მახსოვს პირველი შეხვედრა აი ზუსტად მახსოვს ეს ჩავიწერეთ ღიურში რომ პირველი შეხვედრა რომ მქონდა ნიტო სპრინტ რევიუ თუ რაღაცა იყო რა ისეთი რომ ბევრი სტეიკჰოლდერი იყო და ზუსტად მახსოვს რომ მეთქი 70% ვერ გავიგე ანუ ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობდნენ ანუ საერთოდ ვერ გავიგე და მეთქი და მე ვადარებდი კვირები რომ გადიოდა რომ აი ყოველი შეხვედრიდან რამდენი პროცენტი შემცირდა რა უკვე 50% ვერ გავიგე 30% დავწია და უკვე ხო რამდენ ხანში მიხვედი ასამდე აი მე აღარ მახსოვს მაგრამ რაღაც 3 თვე დამჭირდა რომ ცოტა გამორგა PCI DSS და რაღაცები რომ დაიწყეს ციფრულ ბარათს ვაკეთებ მეთქი PC რა ანუ what ახლა ხტები ანუ მაშინ როცა დამწმები ხარ არიცი რომ ეს ლეიერები არსებობს ანუ რუკა არ გაქვს თავში რა ხო და ახლა რას ვიძახი ანუ საქართველოს ბანკში ჩემი დრო იყო აი საუკეთესო გამოცდილება საუკეთესო სკოლა ჩემთვის რომ მესწავლა ანა ბანა მესწავლა ვინ არის solution architect რა არის UX-ი რა არის front-end ვიცოდი ინჟინერია მაგ დამთავრებული მაგრამ whatever აი ეგენი რა მე უკვე ანუ agile რაღაცა ticket-ი როცა იდეა მოდის იდეიდან პროდუქტამდე როგორ მიდიხარ სტეპები ხო აი ეგ კარგი სკოლა იყო ძალიან მართლა საქართველოს ბანკში გამოსილება რომ არ მქონდა მე ლონდონში ვერ წავიდოდი მე წავედი კლარნაში კლარნაც ეგრე ნუ სტარტაპი ქვია მაგრამ იგივე ის არის რა ძალიან გავდა საქართველოს ბანკის იმან ნუ საქართველოს ხო ბევრ განსხვავებას ვერ ვიპოვე რა ეგ იქაც პროცედურები ისა ესა ფინანსური ორგანიზაციებში ხო უნდა დაიცვა რეგულაცია კი ზუსტად რა და ეს გამოსილება მივიღე მანდ მივხვდი რომ ოკეი ჩემი კორპორაციაში ის და მორჩა ეხა მოდი სადმე უფრო საგიჟეთში წავალ და ეგ საგიჟეთი იყო მე სტარტაპი ბიტლ და მან მართლა 8 კაცი ვიყავით ძალიან პატარა გუნდი ვიყავით და აი ძალიან კაი ხელს მქონდა ოფისი რაღაცა ყველა ვიყავით more or less სადღაც 25-დან 33 წლამდე რა ანუ ძალიან ახალგაზრდა კონტინგენტი და ყველა ეგეთი რაღაცა ძალიან კაი გამოცდილებით და მოვედით უცბად რომ აბა ჰოპ ეხლა რევოლუცია და გავაკეთოთ და მან ვისწავლე უკვე ეს სტარტაპი რა არის ჩართული რაც და მაგაზე მინდა რომ მოგვიყვე როგორ დაიწყე როგორ გადაწყვიტე და რა გასწავლა მაგრამ ანუ რაღაცა რო შეაჯამო როგორ იყო შენთვის ეგ გავლილი პერიოდი როგორ დავიწყე ხო კოვიდის დროს დავიწყე საიდან მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ თბილისიანი ბავშვობის მეგობრები ვართ ის იყო ძალიან კარგი მარკეტინგში პროდაქშენში მე ნუ აი დამსვი და მალაპარაკე და მახსოვს რომ ნუ თბილის დაურეკე და ეს მქონდა რომ სულ მქონდა რაღაცნაირი არც პასუხისგებლობა ქვია თუ urge რომ აი რაღაცებს რომ სწავლობ ვერ ვიკავებ, ანუ მინდა რომ გავაზიარო რა. აი ეხაც Instagram-ს დავიწყე ახალი ეს რა ქვია, ვაყრე ყოველდღე ახალ ვიდეოს წერა ერთ რაღაცას რომ გავიფიქრებ და მივაგნებ, ეგრევე ვდებ ვიდეოს და ვწერო, აი დღეს რა დავფიქრდი რა. აი რაღაცა ეგეთი ტიპი ვარ რომ ვერ ვიკავებ რა, მინდა რომ გავაზიარო. და ვეუბნები რომ მეთქი ეს ეხა ტექსტში რომ ვუყურებ ანუ საქართველოს ბანკში რა ვარა პროდუქტები ისინი მეთქი ანუ ბევრად მეტი ხალხი რატო ანუ აი დღემდე სტუდენტები იურისტიული და რაღაცები რატოა თქო რა და მოდი დავიწყებ ლაპარაკს ეხა მეც რამდენი უნდა მომეყოლა ხო ანუ რაღაც ლიმიტირებული ცოდნა მაქვს ხო და ამიტომაც მე მოვიყვანოთ ფორმატი ეგ იყოს რომ სტუმრები მოგვიყვანოთ თქო სტუმრები საქართველოს ბანკში ანუ მაგის მეტი რა მყავდა ჭკვიანი ხალხის მე და DevOps-ი აი მართლა აი ასარჩევი ხალხი და მეთქი, მოდი საქართველოს ბანკთან ჩავმეგობრდეთ, მაშინ ლევანი გომშიაშვილი, დღემდე ლევანია გომშიაშვილი და მარკეტინგის ჰედი იყო და ლევანს ვუთხარი, რომ ეს იდეა გვაქვს თქო
რაღაც დავბრუნდოთ როგორც საქართველოს ბანკთან პარტნერშიპი და გავაკეთოთ ტექ ვიდეოები, მოვიყვან საქართველოს ბანკის ხალხი რა მაგრები ხართ, მაგასაც ვაჩვენებთ თქო, თან კაი საქმეს გავაკეთებთ, მაშინ საქართველოს ბანკის მთელი სტრატეგია ერთ-ერთი მიმართულება CS-არის იყო, რომ ეს ცოდნის გაზიარება, მეტი ხალხი ტექნოლოგიებში დღემდე არიან, ხო? და ძალიან კარგად დაემთხვა ჩვენი და მათი მიზნები. და მოგეთ ესე გავერთიანდით და დავიწყეთ YouTube ვიდეოები და ძალიან კარგად მახსენდება ძალიან კაი პერიოდი იყო, იმიტომ რომ მართლა ბევრი წერილები მაქვს დღემდე დასკრინული და დღემდე შემოვწეს. კი, თავის დროისთვის ხო და ბევრ ადამიანს გავიდა. მაშინ რაღაც სხვანაირი ტექ კომუნიტი იყო რა. ეხლა ძალიან დაიფანტა, მაშინ მეტაც Facebook-იც უფრო აქტიური იყო და ეხლა ჩაიშალა ცოტა Discord-ში წავიდა ცოტა. კი, Discord-ი მაშინ არ იყო. ხო, ერთი რაღაცა მოვყარე. კი, ამ არხზე იყო კონცენტრირებულად ეს ტექ ხალხი, ან ტექით დაინტერესებული ხალხი და ყველაზე კარგი რაც გააკეთა ამან რომ ერთი visibility იყო, ანუ ამ ხალხის visibility, თემების visibility იყო, რომ იქ დავიწყეთ ლაპარაკი, ანუ ინტერნეტში არის შეიძლება მეშნავა, მაგრამ მე მაშინ რო ვაკეთებდი research, ესეთი კონტენტი რომ ვიღაცები ლაპარაკობდნენ ტექზე ან ტექ ხალხი ჩანდა, არ მახსენდებოდა რა. და პირველი ეს ხალხი გამოვიდა, ეს რაღაცა ჯადოსნურით რო ქვია, მოჯადოებული წრე გავარღვიეთ რომ გავედით ჩვენი ოფისებიდან გარეთ და სოციალურ მედიაში და დავენახეთ ამ ხალხს რომ ნორმალური ხალხი ვართ, საინტერესო ჩვენს ვიცინით, ის არ ვართ სათვალიანი რაღაცა ხო, რომ არ ვლაპარაკობ და ხო ეს დავანახეთ რომ ლამაზი გოგოებიც არიან, საინტერესო ბიჭები, დოქტორი, ინჟინერი, ხო, აი და ძალიან მაგარ რაღაც საკეთებ ახლა შენც რომ კამერის წინ გახარ, ძალიან ბევრი გიყურებს და ხდება რომ შენ თავის თავს დაინახავს რა. ხო, როლ მოდელობა. ზუსტად და აი ეს მინდოდა რომ ეს ხალხის სახეები, რომელსაც მე აღბრთოვანებული ვიყავი, რომ რა საინტერესო ხალხია, რა მაგარი ხალხია, მეთქი გავიდეთ რა, გავარღვიოთ ეს მოჯადებულს და გამოვჩნდეთ რა და დღემდე მოდის წერილები რომ აი მე დავიწყე პირველად თქვენ რომ მოგიყსმინეთ, მაგის მერე შევედი ტექში და დღეს უკვე რაღაცა ამ კომპანიის ისა ვარ რა. ხო და მაგარი ორი ის არის. ძალიან კი, აი იცი რა არის საბოლოო ჯამში ყველაფერი მე რომ ნელ-ნელა წლები რომ გადის და სწავლობ ჩემ პიროვნებას, ხო, ხვდები რომ მე თუ იმპაქტი არ მაქვს, ძალიან მიჭირს და ეს იმპაქტი შეიძლება სხვადასხვა რაღაცებში გადაითარგმნოს, მაგრამ ყველაზე მეტად სენტიმენტი მაქვს აი ამ ადამიანების უკეთესად ყოფნასთან, ადამიანების თავის რეალიზაციასთან. აი ამაში თუ ხედავ რომ რაღაცა პატარა წვლილი შემაგ, ჩემს არის უდიდესი ბედნიერების წყარო რა და ეგ მაგ პროექტმა გავაკეთა რა. ხო. კი, და მგონია რომ ეხლაც აკეთებ ამ ახალი YouTube სერიალებით, იმიტომ რომ რაღაც ბოლოს მეც ძალიან engaged ვუყურებ ხოლმე. ძალიან მიხარია, ხო, ნახოთ ახლა რაღაცა ეს ერთ-ერთზე ვიდებ ესე კამერას და ოღონდ ეს სხვა ფორმატი რაღაც 1 წუთიანი, 2 წუთიანი, აი, და ეს მაგრამ რენატას მეუბნებოდი. ესეთ ხო, აი. რენატას მეუბნებოდი რა, მეთქი, აი, ყოველ დღის განმავლობაში მათ ძალიან ბევრი აი სხვა ეს fire რაღაცა დიამონდის აი რაღაცის აი და მაგ დროს თქვენ მიხედავი და სახში მარტო ვარ არავინ არ მყავს ხო დაურეკო მეგობარს ეხა რაღაცა ეგეთ გავიფიქრე და მოგიყვა რამდენჯერ დაურეკო დღეში და ეს დღეში ძალიან ბევრჯერ მომდის და მე მეთქი მოიცა ერთი წამი დავდებ კამერას და გამარჯვებას მეგობრებო დღეს ესეთ რაღაცა გამახსენდა აი ამით მეც ვიკმაყოფილებ ამას და თან აი ჩემ რაღაცა scratching tracker მოკლედ რა და თან ხალხსაც რაღაცა საინტერესოს ვაწვდი რა თან გრანდელი მოუთერთობებით ციფრულ პლატფორმებზე ხო შეიცვალა ანუ ადრე თუ ტელეფონზე დარეკავდი შემას საათობით გესაუბრა ეხლა მეგობართან ტელეფონზე რომ ვირეკავენ მგონია რომ რაღაც და ინსკონომერი თუ ეკავს და ინსკონომერს მე რაღაცით ვიწერ რაღაც სახე კორტიზოლი გიყავს სამომავლო დარეკავს ვიცოდე ვიდრეკავს და არ როლიკას არც ვიცი უნდა დავმიუთო გაუთიშო ვუპასუხო სიტუაციის მიხედვით უნდა ვუპასუხო ხოლმე რა მაგრამ არ ყოფილი და ეგ მინდო რომ ხშირად ახლა ურთიერთობები დავიდა იმაზე რომ ინსტაგრამზე ანუ მესენჯერსთან მიწერ ცოტა ხანი როგორ ხარაც მოიფიქავ და შეიძლება მე მიმები უგზავნოთ ერთმანეთს და ძალიან ბევრი ყავს ეგრე ვისაც conversation-ი ანუ წლებია ვიცნობ 10-12 წელი ადრე ეხაც ერთად ვართ მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა არის მიმი ტატო გითაბის რიფოებს მიგზავნის და
ანუ ისა ამიტომ ძალიან ლოგიკურია რომ ვიდეო ჩაწერს და broadcast revenue გადავხიდა რომ მოდი მეგობრებო ყველას გეტყოთ ისე როგორც რაცა გიგული შევამეკრიბეთ რა და იდა ვისაც resonates this topic შემოდით conversation-ში. კი ზუსტად ეგარი. რა საინტერესო ახლა sorry გაწყვეტნე დავფიქრდი მაგ ხრიდან არასდროს არ მიფიქრია რა ანუ ამას ყოველთვის ხედავდი როგორც მე რაღაც იდეა მომდის აი უნდა გავუშვა თუ რაღაც ხო აი urge რა და ეგრო კომუნიკაციები დღეს ანუ მართლა ტელეფონზე ვერ დარეკავ და აი აქამდე დავიდა რომ მართლა ყველა broadcasting-ი და დავიწყო მუშაობს და უცებრად დაურეკო რაღაც შეიძლება ფოკუსი ამოვიდო როცა მოიცვის შასვლას მე ნახავს შენ რაზე ფიქრობ რაცა და მაგიტო იყო რაღაც მომენტში ჩემთვის ძველი პროდუქტი არის Clubhouse-ი აიღე გინდა Twitter Space-ები აიღე რომ იმ ხალხთან ვისაც მინდა დაკავშირება შევიკრიბებით და როცა გვინდა რაღაცა თუნდაც ჩანაწერს მოусვენს აი პოდკასტების მინდა გაპრობო და დაგვიანებით ხოლმე შენს ფოკუს აუდიტორიასთან და მე შეიძლება აუდიენციაში იწოლოს ვიღაცის close friends-ზე გადართოს რაღაცა ან რაღაც სპეციფიკური ცალკე ანგარიში გააკეთოს რომ ხოლმე ხო ანუ ბევრი ვარიაციაა და მაგიტომ ძალიან ბუნებრივია ჩემთვის ეგ ნაწილი იმიტომ შეიცვალა თვითონ როგორ ურთიერთობთ ადამიანებთან באמת სევდიანია მაგრამ საინტერესო ძალიან სევდიანი არის პირადად ჩემთვის იმიტომ რომ აი მარიამი და მეც ხა course ინიციატივას იმიტომ ვაკეთებ რომ ბუნებრივი საჭიროება არის მესამე სივრცის ანუ სამსახურში მე და მარიამს სულ ეგეთი როგორც აღმოაჩინეთ ჩემს სულ ეგეთი გამოგრო დილიდან საღამომდე ზოგჯერ წყლის დალევას ვერ ვასწრებ საკმარისი რაოდენობით კამერას თიშავდა ჭამ და მე ეხები ხო ან სულ ფიშვარ სულ შეხვედრაზე ვარ ან შეხვედრებს შორის ფოკუს ტაიმი როცა მაგ დაჯავშილი მაინც ვიღაცებს რაღაც დახმარება ჭირდება და ინტერაქცია მიწევს მე რეკოლს იმეჭერს ფოქსზე ხო ეგეთი რაღაცა არის და ანუ კრეატივის როლსამ რაღაც დღეში 2 ლიტრზე ის რა თქმა უნდა მაგრამ 2 ლიტრზე მეტი უნდა მივიღო რა რომ რეალური ეფექტი მქონდეს და ზოგჯერ არის რომ შეიძლება 2.5 ლიტრს რაღაცას ვერ მივახციო იმიტომ რომ ბუნებრივად რო არა ჭამაზე საუბარი არ არის რეალურად გონია რომ უნდა დაბალანსებული იყოს რაღაცა საერთოდ გაგუშვას ვინმე დასასრული ერთი თქო ამიტომ ხო რა ანუ გარედან ჩანს რომ ეხლა ძალიან სასაცილოში საუბარი შეიძლება გარედან ჟღერდეს მაგრამ გარედან ჩანს რომ ჩვენ გრაფიკს ალბათ ძალიან კარგად მოვამენეჯებდეთ იმიტომ რომ შესწავლილი გვაქვს product management-ით შესწავლილი გვაქვს როგორ დავორგანიზდეთ სხვებს და კომპანიას როგორ დავორგანიზოთ რაღაცები მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცაში ჩვენ წირავთ ჩვენ თავს რომ ეგ ყველაფერი იყოს კარგი და ვიცი რა არის თითქოს ეს პირადი საჭიროებები რაც აი თუნდაც ბუნებაში გასულაც ჩემი აზრით არის რაღაც მენტალური საჭიროება პირადი ანუ ეგენი არის მეორე ხარისხოვანი გახდა იმიტომ რომ ძალიან ჩართულები ვართ ამ საქმეში მაგრამ აი ზუსტად ქორი რას საკეთებს რა რაღაცა ბალანსი უნტეკისაც აქეთ ცხოვრებისაც პირადი ურთიერთობისას ანუ რატო შენ წამოხვედი შენ ლონდონიდან იმიტომ რომ ეგ ნაწილი დაგაკუპა ხო და ანუ long term-ში მაგის გარეშე უბრალოდ ვერ გაძლებს არა ძალიან მჭირდება რა ანუ გვაკლია ეს მესამე სივრცეები გვაკლია რა ბუნება სადაც უბრალოდ გავალთ და წიგს წავიკითხოთ ან აი რაღაცნაირად აი ისე არის მოწყობილი ეს ქალაქი ხო და სადაც ხო აი ძალიან ქაოსია ძალიან ჩაბეტონებული ამ მოუწესრიგებელ რაღაც ინფრასტრუქტურაში რაღაცა შენ არ მოგივიდეს რა და სამწუხაროდ ეგეთი რაღაცები ხდება ანუ გინდა ვერ გაიქცევი რომ ვაგის პარკში შეიძლება სადღაც წყალთან დედა ხა შეიძლება სადღაც ჩავარდე შეიძლება იყოს ზემოდან რაღაცა დაგეცეს და ამიტომ ბუნება ყველაზე უსაფრთხო და დამამშვიდებელ გარემოს უბრუნდები იმიტომ რომ ბალახზე შენთვის სიჩქარეში მარტო დამიწდე ფიზიკურად შეეხო და ამის იქით რავი რა უნდა მოხდეს მიწა თუ გასკდა მეტი არ ვიცი ანუ ადამიანები საიდანაც მოდივართ სანამ ეს ტექნოლოგიები ხო მოდივართ ქვის ხანებიდან ხო ანუ ჩვენი ბიოლოგია და ჩვენი დნმ ეგრე სწრაფად მუტაციურად ვერ ეწევა იმ გარემოს განვითარებას და აქსელერაციას ხო და მაგიტო ანუ ვართ
ანუ 1990 წლის software-ით ვართ 2025 წელში რა, ანუ ტექნოლოგიებთან რო გავალოთ ხაზი და მაგარი აცდენა გვაქვს რა და მაგიტო ანუ აი ეს ყველაფრის ოპტიმიზაცია და დროის და მართლა კამერა გათიშულზე უცბად 5 წუთში გჭამა რომ იმიტომ რომ არ გაგდრო რომ გახვიდე და სამსახურს მორჩები და 1 საათი საცობში ხარ და სადღაც შაბათ-კვირას გინდა რომ ბოლოდ წამოწვე და ანუ სადმა წამოწვე არ პარტი არა გაქვს და მოკლედ რა მაგარი ანუ ამ ქვეყანაში კიდე განსაკუთრებით აცდენილი ვარ თან გინდა რომ ვარჯიშობ გინდა ჯანსაღმოთი როგორ შეუძლია თავს თავს კას რამე ნებისმიერ ჯანსაღმოთს და კამერა გაცვლა სწრაფად ჭამდა ან ის მიიღო რომ ნელა ჭამო კორტიზოლმა დაიწიოს ფათაშორს ხა ამ თემაზე გადავალ ანუ როდის მივხვდი მარიამი როგორი იყო საქმეში და მაგ საქმესთან არ მქონია ადეკვატა ანუ ერთი ვარჯიშის დროები გვაქვს რა არის დროს არის ეს ყოველთვის თავის დროზე მოდის აი რაღაცა აი ძალიან dedication-ი აქვს ამ ვარჯიშის მიმართაც რა და ჩემთვის ეგ არის სკილი რაც მე არის მე განზოგადება ხდება ხოლმე მაგ სკილის და ანუ საქმეზეც გადადის იმას ხო და ანუ მე ის მიხარია რომ ზოგადად ანუ ტექის გარდა კიდე აქეთ სპორტი რომ ადამიანებთან გაახლოვებს და ანუ მე და შენ სხვადასხვაში გავიცანით ერთმანეთი მე და მარიამაც და ანუ რაღაც კარგი აი არის მესამე სივრცე რა საუბრობდით კი იმცი რა არის აი სამსახურის თვისებები სპორტში თუ რაც შემდეგ აი თავიდან რო ვისაუბრე რაღაცები ლინკება ერთმანეთთან თქო აი ზუსტად იგივე პრინციპი არის შენი ესე რო ვთქვათ პრინციპები როგორ ხარ მოწყობილი, როგორც ერთ სივრცეში ხარ, ეგ მე აი აქსიომა მგონია რომ ეგ ითარგმნება სხვა სივრცეებში. ეხლა ორი სიტყვით აი თუნდაც რომ ალბათ მარიამი რადგან ჯიმში არ აგვიანებს, ალბათ სამსახურში ესეთი მოწესრიგებულია, ხო? ანუ საბოლოო ჯამში დაკურებული ვარ, აი ხო ჰაირინგი ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია უამრავ კანდიდატ შევხვედრი ვარ რა. აი ვაკურდები რა ხო რა არის ხა ისე შეიძლება ახალს არაფერს არ მომხარე ვიღაცა რომ აგვიანებს call-ზე ან ტელეფონით რო ჩაერთვება აი მან ხო ეგრევე გიკუდება რამე ანუ იმედი რაც შეიძლება გქონოდა რომ ეს აი სულ ძალიან მაგერახსებეთ წეროს CV-ში ან სერიოზულად ვიღარ აღიქვამ ხო აი მაგიტომ ჯერა რომ აი ძალიან ჯერა არა ოფიციალურ სივრცეებში გაცნობილი ადამიანების და მაგათი personalities მაგ მხრიდან დანახვის მე ძალიან მე საქმეში რომ მინახოს ემთხვევა ხოლმე და რატო იმიტომ რომ მე ანუ ვერ წარმოვიდგენი ადამიანი ხო არ თამაშობ შეიძლება არ ხუთავ შენ ხო არ ხუთავ ხო ანუ რაც ხარ ერთი მასში ანუ როგორი ადამიანი ხარ რა თვისებებიც გაქვს გინდა თუ არა მე მეორე სივრცეშიც გადაითარგმნება ეგ რა იგივენად პროფესიას რო იცვლი ხო დღეს რო დავიწყო რაღაც შენ რო დაიწყო რაღაც ვაფშე ხარ საერთოდ ახალი სწავლა შენ რაღაცა თვისებები რა ჩაჰარდკოდებული გაქვს всё რომ ანუ დისციპლინა, ინტერესი, არ ვიცი, პოზიტიური ხედვა, ანუ სისტემატიური, ასენა გასაშენებით და თავისით გადაგაკ და სპორტი ისევ რომ დაუბრუნდეთ ჩვენი პოდკასტის თავი იდეა სხვა ის სპორტი იმდენ რამეს გასწავლის ხო ანუ გინდა დისციპლინა გინდა ყურადღების გამახვილება დაფოკუსება აი ბატონზე ხტომის არ იყოს ხო რომ მე აი მარტო სპორტით მარტო მაგით დავკავდებოდი რომ ეგ თვისებები მე ვიცი რომ თავისით გადაითარგმნება სხვა საქმიანობებში ამაზე ამიტომ გამეცინა რა მარიამის ისევზე ბატუტის წარმატებით რუიმშელებ ანუ რატო კინარა მომწყდა ფეხი ანუ ხო ვტუნავდი ძალიან კარგი იყო ფოკუსირებული ვიყავი და უცებ შემოდის თინა რომელს დააგვიანა და ვა თინა გავიხედა და დავხტი ფეხი აღარ მქონდა გადაი ფოკუსი ძალიან კი ფოკუსი მნიშვნელოვანი და დაგვიანებულ ხარ არ შემოუშვათ შემდეგში ისე რაც აღნიშნე ეხლა სპორტზე ძალიან ბევრ ჩვენს სტუმარსაც დაახლოებით იგივე შეიძლება ქონდა რაც ეს უნივერსალური არის რომ ყველა ამბობს აქტიურად რომ სპორტიდან სწავლობენ რაღაცებს რომელიც მე ახეთ გადმოდი და პირდაპირ ამ მიდგომებს რაც აქეთ სამყაროში აქვს გადააქვთ სპორტში რომ უკეთი ვარჯიშობენ დაახლოებით ციკლია მე რომელიც ერთმანეთს ყვებავს. ზუსტად. მაგიტომ მე მომხრე რომ ადამიანმა რაც შეიძლება მეტი რაღაც აკეთო. აი, ეხლა ვიდეოებს რომ წერთ ჩვენ, მე, თქვენ, ხო?
რას ვაკეთებთ, რომ კამერასთან რაღაცა ჩვენ თავის ყურება ვისწავლეთ, უკვე ჩვენ თავს, ესე იგი, რო ვწერთ, მე ვუსმენთ და ვაკურდებით როგორ ლაპარაკობ და ლაპარაკი დავუვიწყეთ. ხო. ანუ რამდენ რაღაცას აკეთებ, გავუაზრებოთ. ანუ აი უამრავი პროგრამაა გაშვებული რა. ეხლა ნახე, დარწმუნებული ვარ, ეხლა შენაც დაიწყე ვიდეოების წერა, ქოლებზე რო შედიხარ, კიდე სხვანაირად არტიკულირებ, სხვანაირად წარმოაჩენ თავს, ხო? იმიტომ რომ უკვე end პროდუქტის, ან მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ძალიან მომხრევა რომ რაც აი სულ რო ყველაზე რენდომ რამე იყოს აი ერვა რო დაგაინტერესოს და იყო არ ვიცი ექიმი გააკეთე იმიტომ რომ მე ესენი ერთად ეს თვისებები რაც სხვადასხვა იმას სწავლობ ისე კარგად იკვრება და ისეთ კარგ კომბინაციას ქმნის რომ აი დღემდე მომაჭერით თავი ვიძახი რომ მე დღეს იმიტომ ვარ იქ სადაც ვარ კარიერულად რომ თავის დროზე არ დავიქრინჯე და დავიწყე YouTube-ის გაკეთება. თავის დროზე, არ ვიცი, ეს community და რაღაცები მართლა ესე კაი ახლა რომ დადე და ბევრი გილაიქებს, მაგრამ მე მაშინ 100 კაცი მყავდა Facebook გრუპში და რო დავწერდი ხოლმე, მე სამდახელს მივწერდი რომ გეხოცებით დაალაიქეთ და რამე დააკომენტარეთ, რომ ხალხმა ნახოს რომ შეუძლიათ კომენტარის დაწერა და ხო ანუ რამდენი ეგეთი კრინჯული მომენტი მაგ გადალახული და მე აი ხა მაგალითად კამერასთან რო ლაპარაკობ, მე ძალიან მეხმარება დღეს ხა თავისუფლად წერილ TikTok და Instagram ვიდეოებსაც რა, იმიტომ რომ ეს სკილი გამომიმუშავა და მაგას რო ვაკეთებ, ახლა გამოდის რომ ჩემი კომპანიის და ჩემი პროდუქციის უფასო მარკეტინგი გამომდის რა, იმიტომ რომ იქ ერთი ვიდეო ჩავწერე ჩემ პროდუქტზე და 40000 ნახვა ჰქონდა, 200 გადაზიარება და ნუ იმდენი waitlist sign-up იყო. ანუ საბოლოო ჯამში უკეთესი ანტერპრენერი დავდექი, იმიტომ რომ 19 წლის რო ვიყავი, არ დავიქრინჯე და YouTube ვიდეოებს ვწერდი რა. იგივენაირი ლოგიკა არის. სპორტს რო აკეთებ, ის სპორტი მე რაღაცაში ითარგმნება, კერვას რო იწყებ, ის რაღაცაში ითარგმნება. ანუ საბოლოო ჯამში ყველა აქტივობას რასაც აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, სულ რო არ იყოს ანუ რაიმე ან მატერიალურ სარგებლობას არ გაძლევდეს ან რაღაც არ არის ყველაფრის ოპტიმიზაცია საჭირო. It will make sense in the future. It will help you in some sense in the future. ამიტომ მე მომხრე რომ ყველა აკეთოს ყველაფერი ჰობები ასე შემდეგ აშენდა. კაი, მოდი დავუბრუნდეთ ჰობებს მაშინ. შენ თქვი რომ ძალიან სიამოვნე ბოლოს ვასკას მარათონით. და ხომ არ გიფიქრია რა უნდა გააკეთო ამის მერე თუ გინდა რომ ანუ ეს შეგრძნები სირბილი არ არის წაი. დავგეგმოთ მერე შემდეგ. უარა და მაშინ უნდა დავგეგმოთ რამე. დავგეგმოთ მე მინდა ძალიან ანუ ჰაიკინგზე რამდენიმე ვიდეო შევხვდა TikTok-ზე რაღაც კარგი რუთი იყო მონიშნული რა ან თაც მინდა რაღაც მაგარიაში და ბევრჯერ მოვინიშნა რომ და წავიდეთ ქორად მაგრამ არ წავედი. და კაი რუთი გვაქვს კუსპიდან იქ ზემოთ ძალიან ბევრი კაი რუთია თან მონიშნულია ოფიციალურად რუკაზე და ანუ როგორ ხარ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად აბრები არის მონიშნულია ყველაფერი გაკეთებულია თაც მინდის ანძამდე გადადიხარ ალტერნატიული რუთები. აი ჰაიკინგი გავაკეთოთ რა იმიტომ რომ ეს სულ მინდა ხოლმე ეს მარტო რაღაცა მარტო მოძრაობა მარტო ეს აი ძალიან სულ მიყვარს ვიღაცას რო ჩავიწყვილებ ხოლმე და ეგრე ვაკეთებთ რა და თუ ეს კითხვა იმიტომ იყო რომ რა დაგეგმოთ შემდეგზე ანუ ჩემი ხმა hiking doors. ისე საინტერესო არის აი დისციპლინაზე ვსაუბრობდით შენი მიდგომა როგორი არის ანუ ერთის მხრივ ძალიან აზიარებ ყველაფერს და გინდა რომ აი რაღაც გაიფიქრე და რაღაც გამოიტანო თუმცა მაინტერესებს აი ვარჯიშის და ის დისციპლინაში როგორ არის აი რამე ახალს რო დაიწყებ ან რაღაც სირბილები დარგოდი ხო გრაინდინგ რეჟიმში ხარ შენთვის რაღაცა pain-cave, ცალკე ვარჩო და მერე გამოგაქვს თუ შენს ჰობებშიც გინდა რომ აქტიურად იყოს ხალხი ჩართული და აზიარებ სავარჯიშო ტიპებს ან როგორ გაიარე კონკრეტული გზები. ან ორივე სამყარო სამკითხვა არის რომ ვარჯიში და ვარჯიშის გარეთ სამყარო მსგავსად არის შენთვის მოწყობილი? ნახე ვარჯიში სხვანაირად იყო. ვარჯიში ძალიან იყო ჩემთვის აი გაძალების რაღაც გაჭირვების აი მაგასთან ასოცირებული რა. მაგიტო ტრეინერი მყავს ბოლო რამდენიმე თვეა. სანდრო მოკითხვა მადლობა რა. მოდი სანდროს მოვიცი შემდეგზე. სანდრო გამიშთა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცა ხუზა ჩააგდოს, რომ აი ამ დღეებში მე უნდა ვიყო, სულ რომ არ ვიყო ხასიათზე, სანდრო იქ მეყუში რომ მელაპარაკება, ის უკვე მე მაძლევს ენერგიას და ვიცი რომ აი ან სანდრო ჩემს ღუზა ეხა მომენტში და ეგ ღუზა მე მჭირდება ისეთ რაღაცებში რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს რომლის მობილიზების უნარი მე არ გამაჩნია იმ მომენტში რა
ხო, რა ეგრე იყო ვარჯიში, მინდა რომ ნელ-ნელა რაც დრო გავა კიდევ უფრო სირბილი მაგალითად რაღაცა პერიოდს მერე გადავიყვანი ამ flow stage-ში, ისე გავდიოდი, ისე მიურბოდი ამ კილომეტრებს, რომ აი დიდად ენერგია არ მეხარჯებოდა. და აქეთ საქმეში იცი როგორ არის? უმეტესი რასაც ვაკეთებ არის აი ძალიან ესე დიდ ენერგიას არ მოითხოვს. მე ვიგონებ რომ ვითომ ეს ენერგიას მოითხოვს, ისე რომ დავუკავშირდე იმ პირველ თემას რაც თქვი რა, რომ აი არაფრიდან ვქმნი სირთულეს რა. ხო, ეგეთი რთული არ არის სინამდვილეში. მოგეთ, end goal-ი, გინდა ვარჯიშის და გინდა საქმეც end goal-ი არის, რომ ისე მოვიწესრიგო ჩემი ნერვული სისტემა და ჩემი არის ტვინი, რომ ანუ აი რაღაცა ეფორტი ჭირდება ხა ეს უნდა გავაკ ეგრე არ იყოს რა. ანუ ვისწავლო, ანუ მაგას ვწაი ყოველდღურად ეგ არის ჩემი ახლა მთავარი მიზანი, რომ ვისწავლო ენერგიის გადანაწილება, რაღაცეების აი ესე მშვიდად გაკეთება, რაღაცა რაც არ არის ეგეთი რთული, მაგისგან კატასტროფის შექმნა რო არა. აი მაგას ვასწავლი ახლა ამ ჩემ ნერვულ სისტემას რა და არ ვიცი რამდენი უპასუხე კითხვას, მაგრამ ვარჯიში მე ეგ რომ ჩემით ვერ გავაკეთე, მაგიტო ეს უზა ჩავაგდე და სან გაწერილი მაინტერესებს როგორ უდგები ამ ნაწილს. მთელი ჯერანი გამოვიარე მაგაზე რა, ანუ წლების განმავლობაში ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე იყო აი დამარცხებასთან შეგუება რა. აი თავიდანაც ავწერე რაღაცა საშუალო სტატისტიკური ადამიანი 3 ბალზე განიცდის, მე 9-ზე მარტყამს, 8-ზე მარტყავს და მაგიტო ყოფილა რომ რაღაც თვეები შეიძლებოდა აი გავშეშებული იყავი, იმიტომ რომ რაღაცა არ გამომივიდა რა. მოკლედ, ეხა რა ახალი ფილოსოფია შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში რა. რენატას დასახურებით თუ სტოიციზმის თუ whatever. ესეთი რაღაც რომ აი ხა ვიდეო ნახე ამასწილად, მე მგონი მაგას ვიდეოს ჩავწერე ჩემ Instagram-ზე და შინაარს ვიტყვი. ანუ თუ ყველაფერს შეხედავ როგორც თამაშს, ხო? ეს მოკლედ იდეა გაქვს, თუ ყველაფერს შეხედავ როგორც თამაშს, ეს დამარცხებები აღარ არის დამარცხებები და არის უბრალოდ თამაშის ნაწილი. ეხლა რომ გავშალოთ რო თამაშობთ, აი ჩოგბურთი, პადელი, არ ვიცი, crossfit-ი, whatever, აი რაღაცას რო თამაშობთ რა, კი გვინდა იქ არის აზარტი რომ მოვიგო, მაგრამ საბოლოოში რა არის რა, მათ სპორტს ხშირად არ გააკეთებდი, რეპეტიტულად არ გააკეთებდი, თუ აი ეს თვითონ პროცესი არ მოგწონს, ხო, რა, აი გადაუგდე, გადმოგიგდო, აბა მოვიფიქრე, ხა სამ უნდა გავიქცე, ხო, ანუ it's very engaging, very entertaining რა და კი თუ ძალიან აზარტული ხარ ბოლოს რო აგებ, შეიძლება დაწყვეს გული, მაგრამ საბოლოოში გამოვიდა რომ ის 2 საათი პროცესი ძალიან ისიამოვნო. ეხლა გადმოვთარგმნეთ ეს და დავაპარალელოთ ცხოვრებასთან, ხო? ცხოვრება რა არის? წაგებები, მოგებები, ჩავარდნები, აღმასრულები, ასე შემდეგ, ხო? თუ ამას შეხედავ როგორც გოული არის ხარ მოვიგო. ვა, მოვიგე, რა მაგარია. გოული არის ხარ მოვიგო. ვაიმე, წავაგე, რა ცუდია. ანუ ეგრე კი არა, თუ შეხედავ რომ oh that's a game, ეხლა ავედი, ტალღა ჩამოვიდა, აბა ეხლა აქედან რა ვისწავლე. ანუ მაგ მოუჩი თუ შეხვალ უსვათ, it's so entertaining. და ისე ეხსნება ეს სიმძიმე. რა რაღაცა ეს აღარ მაქვს რა. იცი არიან გამოცდილებებსაც მოაქვს ეგ რა. მე მაგალითად მთელი ბავშვობა და მე ანუ რაღაცა 25-მდე ეგ პერიოდი ანუ ესე წაგება და მარცხი ანუ თვითონ არ ვიცოდი რა იყო, იმიტომ რომ რაღაცა იყო ყველა გასაუბრებზე პირველივე პეტერე შეფერხება. ანუ ყველა გასაუბრებაზე პირველივე ჯერზე ავყავდი ყველას ყოველთვის რაღაცა ისეთი გამოსაჩენი ხო ხვდები რა. ანუ თითქოს ეგ არ ვიცოდი რა იყო და თან მე მაგას რომ მივაჩვიე მაგალითად ერთხელ ჯიმში ერთმა ადამიანმა მთხოვა რომ მოდი პინგ-პონგი მეთამაშეო რა და მე არ ვიცოდი კარგად თამაში და ანუ მაგრამ რამე ვეთამაშებოდი ანუ ეხაც ეგრე ვიცი და თამაშობ რა და ანუ რადგან არ ვიყავი დარწმუნებული რომ ამ ადამიანს მოვუგებდი ანუ უთხარი რომ მეთქი არა თქო ხარ მსალია თქო ანუ ხო ხვდები რა და მე რაღაც დროის მერე ხვდები რომ ანუ ეს მოგებაც რავი ხა ანუ არაფერი ისეთი რა it's casual რა ნუ რა მოიგე და всё ანუ ერთი წამი შეიძლება გაგიხარ და შეიძლება მე ეს მოგებას საერთოდ აღარ გაგიხარ და ჩვეულებრივი პროცესის ნაწილად მიიღო და მთავარი ანუ ეს ამბობ ეგ არის რომ პროცესი ემოვნებდეს და არა შედეგები, იმიტომ რომ ანუ ეგ წაგებაც ჯერნის ნაწილი არის და შეიძლება წაგებები რო არ გქონდეს ეს მოგებაც არ გაგიხარდეს საბოლოო ჯამში. ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ხარო. ანუ შენ ეგეთი
ეგეთი ადამიანი იყავი, რომ ბავშვობიდან თავისით ნატურალურად ნიჭი გქონდა, გამოგდიოდა რაღაცები. თან მე მომაკერა ვიზიარებ მაგ ბავშვობის პატერნს რა, მეც ეგრე რომ აბა ყველაზე ყოველ შეყიდა მართლა ძალიან მარტივად გამომდიოდა რაღაცები და ეგ ჩემმა ტვინმა ბავშვობაში ეგრე wiring-ი ეგრე გააკეთა რომ you're winning all the time, you're like the most this and the most that და უცბად მე რეალურ ცხოვრებას ეჯახები, იზრდები, გადიხარ სამყაროში, გინდა უნივერსიტეტში თუ იმაში სამუშაო სივრცეში და მე ხვდები რომ ან ჯიმში და პინგ-პონგი არიცი ეგრე კარგად და მოიცა ეს ჩემ პატერს აღარ ერგება. მე ან რაღაცას არიცი და არ გამოგივიდა, ხო? და უცბად ერორდები რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინმე გიყურებს და აი მაგ ტრანზიციას გადის რეალურ ცხოვრებაში გატანის და ის იყო ეგ არცი lucky girl syndrome არ არის მე მგონი სხვა რამე ქვია, მაგრამ მოკლედ რა ჩვენაირად მაგალითად არასდროს სამსახურში ჯუნიორი რო ვიყავი, არასდროს არ მithოვია დახმარება. ანუ თან ეხა ეს ეპოქაში ძალიან მარტივია კითხე და რამისო რა და ანუ შემეძლო რომ გამეთენებინა ღამეები შაბათ-კვირას მიმუშავე, მაგრამ ანუ შანსი არ იყო მე ვინმეს რამეს არ ვთხოვდი რა და ანუ ეხა ეგ რო დავამუშავე ეგ რეალურად ტრამვა არის თუ რაც არის არ ვიცი რაც მომეწება და ანუ ხვდები ხა ბევრად მარტივად და ნაკლები რესურსით რო ვაკეთებ რაღაცებს რა მაგარია და აქამდე სად ვიყავი შეიძლება ჯუნიორ მე ეგ რო არ გააკეთოს შენთვის ყოფილიქით არის რა რომ ანუ დროულად დახმარებას რო ჩანს პირველ რაღაცაში full circle moment გაქრა ხარ უყურებ juniors რომ მე რო ვიყავი პატარა და ეხა ხვდები და რაღაც თითქოს იმ მოჯოდებულ წრეს არ ვღვევ რომ შენ ეგრე ატრენინგებ უკვე შენ ხო ჩემი кейსი ის იყო რომ რაღაცა ის ამის გათენება მშველოდა მაგალითად და ანუ მაინც უეწეოდი რა პროცესებს მაგრამ ანუ რეალურად არავინ არ ითხოვს არავინ არ ითხოვს მაგას შენგან რა და არც შენ უნდა აკიდო შენ თავს ეკვეს მცველო მაგ მე მისაუბრია სხვა არ ვიცი ეხლა არ ვიცი როგორ მიუდგებოდი ეხლა ჯუნიორი ყოფილიყავი ეხლა როგორ მიუდგებოდი რაც უნდა ძალიან დაკარგულად ვიგრძნობდი ალბათ თავს არც თვით სწავლა არის მართლა ტოპუნარი რა უბრალოდ აი მე მარიამში მე ეგრე გავიგე უფრო კიდე რომ არის ერთი რომ თვითსწავლა შეგიძლია ჩაუშვდები you're very curious რაღაცებს გაარჩევ ახალი რაღაცები აინთება თავში მაგრამ მეორე არის რომ იმ ანუ თავარი мотиваტორი ის არის რომ ვიღაცამ არ იფიქროს რომ შენ არ იცი და აი სტრესი და კორტიზოლი რომ ჩემი თვითონ ანუ აი ეგ არის ჩემთვის განსხვავება რა ერთი არის რომ ძალიან გიქიყო გაინტერესებდეს საინტერესო იყო ჩაუშვდე და რაღაცა მეორე არის რომ ფაინვე ეხა არ იფიქრო და მე არ ვიცი და მე რას ქვია რას იფიქრებდნენ ეგეც ნაკლებად უბრალოდ შენ თავ ლევამდეც არ მივსულვა რომ რას იფიქრებენ უბრალოდ ანუ всё მე უნდა უკარა და ანუ უკითხოთ ხო მე იცოდეს ხო აი ეგ არის ანუ მე ჩემი ძლია ეგ კომპლექსი რომ ანუ რაში მჭირდება სხვა ის დახმარება მე ჩემი ძლია რომ გავაკეთო და ანუ ეხლა რა უყურებ ანუ იმდენი დრო მაქვს მაგაში დახარჯული რომ უბრალოდ რომ მეკითხა ანუ ბევრად უფრო სწრაფად წავიდოდი წინ ვიდრე მაშინ წავიდე რომ მაინც გამეთენებინა ის ღამეები იყო სხვა რაღაცა მესწავლა ხო ხვდები და არა ეგონი ზარაშია ჩვენი თაობა თაობა კი ჩვენ თაობაში უფრო მეტად სოციალურ ეკონომიური პოლიტიკური ანუ ეგ ანუ პროდუქტი როგორც ჩვენი თაობა როგორც პროდუქტი ეგეთ პროდუქტად გამოვიძერწეთ რა და ძალიან მეიმედება შემდეგი თაობა რომ guys თქვენ რო იყოთ უფრო დაჰილულები და ანუ უფრო თავისუფლები და უფრო ლაღები და ანუ არ შეგეშინეთ არაფრის და იკითხეთ და აი ჩვენ რაც გამოვიარეთ ეგ მაგალითად შეფოთაზე არ დაგვიანოთ მე შეფოთაზე ეთლის გასაუბრებაზე მოსარზე არ დაგვიანოთ yes ეგრე საომალო გეკმებსაც გკითხავ როგორც უცხოეთში დალანჩვაზე უკვე ვით მე მგონი ეს საკითხი ჯობია ბან და შესმიდავჯერ პროცესია კი პროცესში არის და მაგას გავიგებთ სხვა გეკმები ანუ ეგ გამოიწვევს რომ ავტომატურად გუნდი გადიდდეთ ან უკვე გაქვთ რამე მაგის ჩანაფიქრი ანუ მაინტერესებს კომპანიის გეგმები შენი პირადად მარიამის სპორტშიც და კარიერულ თემაში და ანაკვეთები უარი მაგებში მოგეთ კომპანიის გეგმები ან ეგ ჩემ პასუხისმგებლობა რომ მოვიფიქრო ამიტომაც თავი ბოლომდე გაწერილი ისა ეგ არის და მაგას შევხედე მაგრამ პირად გეგმებზე ერთი ეგ
რადგან პასუხისგებლობა და აღარ მაქვს და მთელი ცხოვრება სულ რაღაცებს გეგმავდი და დაწყებული არის დღიურში, შემდეგი წლის გეგმა, შემდეგი 10 წლის გეგმა, შემდეგი იმის გეგმა და მაგით ანუ უბრალოდ ჩემი თავი დავაზიანე, ამიტომაც პირად გეგმებზე გეტყვით რომ არანაირი გეგმა არ მაქვს. გარდა იმისა რომ კარგად ვიყო და დილით რომ გავიღვიძე ბედნიერად გავიღვიძო და დილით ყავას რომ დავისხამ 7-ად დავლი, აი მართლა გეგმის მეტი არაფერი გეგმა არ მაქვს. გულწრფელად და თუ წამოვიფიქრება ხოლმე ჩემ თავს ეგრევე ვონები რომ no plans. საქმეში რომ ის გეგმა რაც გავყვე, ანუ გუნდის გარდაება ორგანული რაღაცაა თავისთავად, როგორც კი ახლა ამ chapter-ს ჩავხურავთ, მე ეგ თავისთავად წამოვა. გეგმა არის რომ მოდი ესე ვიტყვი რა. ანუ ჩვენი ერთადერთი გეგმა არის რომ შევქმნათ superior product that ანუ პროდუქტი რომელიც მართლა წყვეტს ადამიანების პრობლემებს. ეგ როცა всё უკვე ეგ არის North Star. კი, ეგ არის North Star. ეგ რო დაერწმევა მაგას ბეჭედი, всё, მე თავისით მოდის ეგ ყველაფერი რა, აი მართლა ინვესტიციაც, უცხოეთში პარტნერშიპებს, ყველაფერი თავისით მოდის, ანუ თავისით გეგზავნება. თავარი, მაგრამ არ მიყვარს, აი ჩვენი წლის გეგმა არის რომ გავზარდოთ 100,000-მდე, ანუ ჩვენი გეგმა არის რომ მოხმარებელს რო ვაჩვენებთ, ანუ იყვნენ რომ აბა დროზე სადაც, ანუ რაბან სანდა გადავიხადო, როდის უნდა დავიწყო. აი ეს არის ერთ-ერთი გეგმა. დაჩემ თავისით მოდის. Sorry. წარმატებები მოკლედ გეგმებშიც და უგეგმობაშიც. გეგმებს და გეგმებშიც. სუპერ, მადლობა. და რავი, ყოველთვის გაგვხარდება შენი წარმატება. ასევე მეგობრებო. და იმედი მაქვს რომ შემდეგ აქტივობას რაც გავაკეთებთ, ბუნებაში რომ უნდა იყოს მაგას თავხდებით, შემოგვიერთდეთ. აუცილებლად. მინიმუმ ჩვენ საერთოდ და ჩემიც ბედნიერად, ხიარულად, ტექნიკის გადაბრუნების გარეშე ჩავასრულეთ და რაღაც ძალიან კარგი შეგრძნებები გავხდეთ. Let's go. მადლობა, როგორც ვიე, ჩვენთან რომ გაატარე და როგორც ვარემ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დროებით. ახლა